საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილი ამბობს: მე ბიუჯეტიდან ფულს არ ვიპარავდი. მე მქონდა ქარხანა, მონაწილე ვიყავი ღვინის ბიზნესისა და აქედან მქონდა შემოსავალი. და დანაშაული ისაა, რომ ეს შემოსავალი არ გამისაჯაროვებია. ანუ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, პარალელურად მქონდა მონაწილეობდი ღვინის ბიზნესში, მქონდა შემოსავალი და არ ვასაჯაროვებდი ამ შემოსავალს. ეს არის ჩემი დანაშაული, ამას ამბობს ღარიბაშვილი. მესამე, მისი ადვოკატი ამბობს, ღარიბაშვილი ყველაფერს თავის თავზე იღებს და სხვებს არასახელებს. ანუ რას არასახელებს? არასახელებს იმას, რომ ქართული ოცნების ყველა დანარჩენ წევრსაც ზოგს ღვინის ბიზნესი აქვს, ზოგი სახლების მშენებლობაში მონაწილეობს, ზოგს აფთიაქი აქვს, ზოგს ბიზნესი შემოაქვს და ანუ ყველა ბიზნესშია და ამას არ ამბობს ღარიბაშვილი, რომ გუნდი არ დააზიანოს. შემდეგი, ღარიბაშვილი ალბათ არ ამბობს იმას, რომ ეს ფული რაღაცნაირად ერთმანეთში ნაწილდება კიდეც. და ამ შემთხვევაში უკვე კობახიძის ფაქტორია. იმიტომ რომ გამოდის, რომ ამ დაჭერებით ბატონ კობახიძე სურს, რომ საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ ფულის გაყოფა ხდება ბიძინა ივანიშვილთან. შემდეგი რაც არ თქვა ღარიბაშვილმა, რომ მას ხაფანგები დაუგო კობახიძემ, იმიტომ რომ კობახიძე ყველას, ვისაც კონკურენტად თვლის საბოლოო ჯამში უგებს რაღაც ხაფანგს, ცრუბედაბეზღებით, ცრუდაბრალებით და საბოლოო ჯამში იჭერს და ამით კობახიძე თავად ბიძინა ივანიშვილს ისაყენებს ზიანს, ესე იგი გამოდის, რომ ისიც ამის თანამონაწილეა. და ბოლოს ღარიბაშვილის ადვოკატები მანამდეც ორთხმადაბლა ესე ამბობდნენ, რომ მის სახში ფული არ უპოვიათ და რომ ეს ვითომ უპოვეს ფული, რომ მის სახში არანაირი ოქროს ზოდები არ ყოფილა და ვითომ ეს ზოდები ვითომ იყო და რაც თავარია, არავინ არ დაიცვა ღარიბაშვილი. აი რა არის ქართული ოცნების გუნდი? ის ხალხი, რომელიც ღარიბაშვილს აქებდა, ადიდებდა და რა ვიცი, აღმერთებდა, ყველა ჩუმათაა, კაცის შვილი არ არის მისი დამცველი. და საბოლოო ჯამში სად მივდივართ, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს არის ფეოდალური სახელმწიფო, უკვე არის ფეოდალური სახელმწიფო. აქ ვინც თანამდებობის პირია, ბიზნესშიც ის მონაწილეობს, ფულიც იმისია, ყველაფერი იმისია. და დანარჩენი ყველა ვართ მაგლეხებია. ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და რა თქმა უნდა, მათ შორის ამ გამოძიებასთან თანამშრომლობის გაგრძელება იყო ის, რომ სწორედ არა სასამართლო პროცესებით, არამედ საპროცესო შეთანხმებით და ინფორმით დასრულდა ეს ყველაფერი, როგორც დასრულდა. რა თქმა უნდა, ორივე მხარე იაზრებდა ამ საკითხის სენსიტიურობას და ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა ამ საკმაოდ მტკივნეული, სენსიტიური და ბევრ კომპონენტიანი პროცესის. ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა როიტერს განუცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. როიტერსის წყარომ მათ გარდაცვალებაში ტერორისტები დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ირანში მსხვერპლის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ გავრცელა მონაცემები, რომლის თანახმადაც ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 656 ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის ირანში რამდენიმე დღეა ინტერნეტი გათიშულია, რაც ქვეყნიდან ინფორმაციის და მონაცემების მიღებას მნიშვნელოვნად ართულებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით იმ ქვეყნებიდან შესულ საქონელზე, რომლებსაც ირანთან ბიზნეს ურთიერთობა აქვთ, 25%-იანი ტარიფი დააწესა. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტარიფი დაუყოვნებლივ ამოქმედდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა იგულისხმა ირანთან ბიზნეს ურთიერთობაში. ძალაში შედის დაუყოვნებლივ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იანი ტარიფს გადაიხდის, აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, აღნიშნული ბრძანება საბოლოო და დასკვნითია. დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფების საპასუხოდ ჩინეთში აცხადებენ, რომ ყველა საჭირო ზომას მიიღებენ, რათა დაიცვან თავიანთი ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები. ჩინეთის პოზიცია ტარიფების დაწესების წინააღმდეგ თანმიმდევრული და ნათელია. სატარიფო და სავაჭრო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ. იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ გადაჭრის. პროტექციონიზმი ყველა მხარის ინტერესებს აზიანებს, განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა. ამერიკის შეერთებული შტატები შეუცვლელი მოკავშირეა, თუმცა ასევე ცხადია, რომ ჩვენი ურთიერთობები ისეთივე კარგი აღარ არის, როგორც ადრე იყო, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. მე ასევე მსურს შევეხო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მდგომარეობას, რაც ბოლო დროს აქტიური განხილვის საგანია. ამერიკის შეერთებული შტატები შეუცვლელი მოკავშირეა, თუმცა ასევე ცხადია, რომ ჩვენი ურთიერთობები ისეთივე კარგი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ნებისმიერ ალიანსში არსებობს ღია აზრთა სხვადასხვაობის მომენტები, თუმცა ევროპა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების 80 წელს არ უგულვებელყოფს. ღაზის სექტორიდან დაწყებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლითა და ჩინეთის იძულებით ეკონომიკური პრაქტიკით დამთავრებული. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერები არიან მაშინ, როდესაც ერთად მოქმედებთ, აღნიშნა კაია კალასმა. ფრანგმა ფერმერებმა პარიზში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ტრაქტორებით განლაგდნენ. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფერმერები ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებთან, ანუ არგენტინასთან, ბრაზილიასთან, ურუგვაისთან და პარაგვაისთან სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ სოფლის მეურნეობას და ფრანგი ფერმერები უსამართლო კონკურენციის წინაშე აღმოჩნდებიან. ფერმერებმა პროტესტის ნიშნად პარიზში ტრაქტორებით მსვლელობა მოაწყვეს ტრიუმფალურ თაღთან და ეიფელის კოშკთანაც.